რუსეთის ფედერაციის მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყნის რამდენიმე რეგიონში კრიპტოვალუტების მაინინგი აიკრძალება. ამ დროისთვის შეზღუდვა ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარე რესპუბლიკებზე და რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინულ მიწებზე ვრცელდება. ჩამონათვალში ვხედავთ როგორც დაღესტანს, ასევე ინგუშეთს, ყაბარდო-ბალყარეთს, ყარაჩაი-ჩერქეზეთს, ჩრდილოეთ ოსეთს და ჩეჩნეთს, ასევე დონეცკის, ლუჰანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოკუპირებულ და ანექსირებულ ოლქებს. მთავრობის განკარგულება უკვე გამოიცა ხოლო აკრძალვა ძალაში 2025 წლის 1 იანვრიდან შევა და 2031 წლის 15 მარტამდე იმოქმედებს. თუკი ეს შეზღუდვა მუდმივია, კრიპტოვალუტების მოპოვება ასევე აიკრძალება რამდენიმე სხვა რეგიონში, მაგრამ ეს ის სანქცია არის, რომელიც არის დროებითი და ენერგომოხმარების პიკურ პერიოდს ემთხვევა. ირკუტსკის ოლქში, ბურიატიაში და ზაბაიკალის მხარეში მაინინგი ჯერ 1 იანვრიდან 15 მარტამდე აიკრძალება, მოგვიანებით კი შეზღუდვა ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს და კრიპტოვალუტების გამომუშავება 15 ნოემბრიდან 15 მარტამდე არ იქნება დაშვებული. როგორც რუსეთის მთავრობაში ამბობენ, ტერიტორიული ერთეულების ჩამონათვალი საბოლოო არ არის, ანუ იმ ოლქების სია, სადაც კრიპტოვალუტების მაინინგი აკრძალულია, შეიძლება გაფართოვდეს. თავად ეს გადაწყვეტილება კი რუსეთში არსებული ელექტროენერგიის წონასწორობის შენარჩუნებას გულისხმობს. მაინინგი, როგორც ცნობილია, ენერგოტევადი პროცესი და საქმიანობაა, რომელიც როგორც წესი მასშტაბურად ხორციელდება, რაც კონკრეტულ რეგიონებში ელექტრომოხმარების ზრდას იწვევს. სხვა მონაცემებით კრიპტოვალუტების მაინერები რუსეთში ყოველწლიურად 16 მილიარდ კილოვატ-საათ ენერგიას მოიხმარენ, რაც ქვეყნის ჯამური ენერგომოხმარების 1,5%-ია. კრიპტომაინერების გააქტიურება კრიპტოვალუტების რეკორდულ გაძვირებას უკავშირდება, რადგან მაინინგი მხოლოდ მაშინაა მოგებიანი, როცა ბიტკოინი და სხვა ძირითადი ვალუტები კონკრეტული ფასის მაღლა ივაჭრება. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ კრიპტოვალუტების მაინინგი რუსეთში დაშვებული და რეგულირებული საქმიანობაა, რომელიც ვლადიმირ პუტინმა საკანონმდებლო დონეზე მიმდინარე წლის აგვისტოში დაუშვა. გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის ფედერაციაზე გლობალური კრიპტომაინინგის დაახლოებით 5% მოდის, ამ ბიზნესის რეგულირების გზით რუსეთის პრეზიდენტს ომში მყოფი ქვეყნის ბიუჯეტისთვის დამატებითი შემოსავლის მობილიზება სურს, რომელიც თანხმობრივად წლიურად $2 მილიარდ არის პროგნოზირებული.